მოგესალმებით, თქვენ უყოფებით აქცე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი და დღეს მინდა გავჩვენოთ, როგორ შეგვიძლია Windows 11-ზე, როდესაც ეკრანი დაბლოკილია, რომ შევცვალოთ ფოტო, ანუ ჩვენთვის სასურველი ფოტო გქონდეს დაყენებული და ეს როგორც დაბლოკილი ეკრანზე, ასევე გამოჩნდება, როდესაც Windows ჩართავთ, მაგ მომენტში, რაღაც მომენტში გამოჩნდება ეს ჩვენი არჩეული ფოტო. ამისთვის შეგვიძლია უბრალოდ ეკრანზე მაუსის მარჯვენა ღილაკს დავაჭიროთ ნებისმიერ ცარიელ ადგილას, Personalize-ში გადავიდეთ და აქედან ავირჩიოთ Lock Screen-ი, ანუ დაბლოკილი ეკრანი. ნახეთ აქ პირველი ნაწილი გვჭირდება ჩვენ Personalize your Lock Screen და აქ ნახეთ, თქვათ შეიძლება ავტომატურად იყოს ეს Windows-ი მონიშნული და თქვათ ასეთი background-ი იყოს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ სურათი, slideshow შეგვიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ კონკრეტულ სურათს დავაყენებთ ჩვენ. ავირჩიოთ სურათი და შემდეგ აქ არის სხვადასხვა background-ები, თქვა თვითონაც აქვს. ასევე არის, რაც მე დავაყენე იქიდან ჩანს ის სურათები, მაგრამ ჩვენთვის სასურველი თუ გინდა ავირჩიოთ, ამ ღილაკს ვაჭერთ და ნახეთ აქ უკვე ნებისმიერ ადგილას გადავდივართ, სადაც გვაქვს ჩვენი სურათები, ამ შემთხვევაში მე გალერეაში შემიძლია ვნახო. ავირჩევთ ჩვენთვის სასურველ ფოტოს, რომელიც გვინდა რომ დავაყენოთ background-ად. მაგალითად ეს იყოს, choose pictures დავაჭერ და ნახეთ, აქ გამოჩნდა, რომ ესე იგი lock screen-ზე, დაბლოკილ ეკრანზე გამოჩნდება ეს ჩემი სურათი. და ასე მოკლედ ნებისმიერ სურათის არჩევა თქვენ შეგიძლიათ. თავარი აქ picture გქონდეთ არჩეული, ანუ სურათი და შემდეგ აქედან აირჩიოთ სასურველი ფოტო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო, რაიმე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, დააკომენტარეთ, ან მოწერეთ. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.